კომპანია ჩერნომორენერგოს 760 თანამშრომელი დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს და აფხაზური ენერგოსისტემის სასწრაფო რეაბილიტაციის დაწყებას თხოვს. ენერგეტიკოსების ცნობით აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ კრიტიკულად მაღალ ზღვარს მიაღწია, რასაც გამანაწილებელი ქსელი მისი ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ უზრუნველყოფს. მიმართვის ტექსტიდან, რომელსაც სააგენტო აფსნი პრესი აქვეყნებს, ირკვევა, რომ ტექნიკურ მოწყობილობათა 80% ამორტიზებულია, ხოლო მისი რეანიმაციისათვის მილიარდობით მანეთია საჭირო, რომლის საშუალებაც აფხაზურ ბიუჯეტს არ აქვს. ჩერნომორენერგოს განცხადებას ოფიციალური თბილისიც ეხმაურება. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ აფხაზურ ენერგოსისტემაში შექმნილი რთული მდგომარეობა უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს და ენგურხესის ენერგიის რეალიზებიდან მიღებული თანხა აფხაზური ენერგოსისტემის რეაბილიტაციას უნდა მოახმაროს. დადგა ის მომენტი, როდესაც გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც აფხაზეთის ენერგოსისტემას არ დაგვანგრევინებს. ის მთელი 20 წლის მანძილზე საჭირო თანხების გარეშე ფუნქციონირებდა და მისი მდგომარეობა უკვე ვეღარანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. წლის განმავლობაში ჩვენი კომპანია ათეულობით მილიონ მანეთს ვერ იღებს. მოხმარებულ ელექტროენერგიაზე გადასახადს მოსახლეობის მხოლოდ 38% იხდის. დანაკარგები კი 50%-ს აღწევს. ასეთი მაჩვენებელი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ აქვს. ჩვენ მოქალაქეებს ეკონომიის არანაირი უნარჩვევა არ აქვთ, რის შედეგადაც ლამპის შუქით განათებული ფანჯრების სიმრავლე მივიღეთ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. როგორც მოგეხსენებათ, აფხაზეთის მომარაგება ელექტროენერგიით ხდება ენგურგესის ხარჯზე და რა თქმა უნდა არსებული ქსელის რეაბილიტაციამ წყობში მოყვანა ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თემაზე რა თქმა უნდა სამჯელო იქნება, სასაუბრო იქნება და ჩვენი მხრიდან გამოვდგოთ მსატყოფნას, განვიხილოთ ეს თემა. მათი განცხადება ეს არის დამაფიქრებელი, შემაშფოთებელი, თუ ჩათვლიან საჭირო ქართული მხარე შეიძლება მეტად დაეხმაროს, ვიდრე ეხმარებამდე ხანს, მეტად ითანამშრომლოს, ეს იქნება ძალიან კარგი და დაწუნებულად ჩვენ მზად ვიქნებით, რათა მხარში ამოუდგეთ, მაგრამ თავს მოვახვიოთ ახლა პროცესები და პოლიტიკად ვაქციოთ, ეს არ იქნებოდა სწორი. ყოველთვის უფრო მოგებიანია, როცა ეკონომიკაა, როცა პოლიტიკა ცალ-ცალკეა. მე მგონი რომ თუ ჩვენ დავაჯერებთ აფხაზურ მხარესო, ჩვენ მზად ვართ მართან ერთად გავიაზროთ თუ როგორ შეიძლება უკეთესად მოხდეს ენგურხესზე გამომშვებული ენერგიის გამოყენება, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორივე საზოგადოებისათვის მისაღები და დამაკმაყოფილებელი იქნება.